საღამო მშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ნინო სამნიაშვილი მოგესალმებით და გაგაცნობთ დღის ახალ ამბებს. გურჯაანელ ხალხს უხდება მამაპაპური პირველი პაპედები რო გამოვიდა მასკუჩები, ისევ იმ დროინდელი რუსული მანქანებით. გაუმართავი ტაქსები, გამოუცდელი მძღოლები და საათობით გაჩერებაზე ლოდინი, რა პირობებში უწევს მოსახლეობას გადაადგილება. 70% უასაკენებ დადიან. ახალგაზრდები იმდენი არ არიან და იმიტომ არის ამდენი ავარიები. ზიხაში გარანტირებული არ ახარებენ და განსაკუთრებით ძველი მანქანები. აპირებს თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება, რომ რაიონში მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემა მოაგვაროს. ჩობიშვილო როგორ მაგ ბანკის ვალი. რეგიონში მოსახლეობის უმეტესობას ბანკის ვალი აქვს, ვინ დაზარალდა და ვინ ისარგებლა ქვეყანაში შექმნილი კრიზისით. აქ ბანკის ვალი სამგარმა. რა უნდა ფულთ ბანკში? მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს, როგორ აღნიშნავენ ამ დღეს ვეჯინში. სამონასტრო კომპლექსი შაშიანში, ვინ დააფინანსა მშენებლობა 100,000-ობით ლარით და რა დაახვედრა ტაძრის წინამძღვრმა ბიზნესმენს. ინტერვიუ მამა თეიმურას ბიძკინაშვილთან. სურვილი ქონდა რომ რაღაც გაეკეთებინა სოფელსთან. მისი არ მინდა მოკვდეო, რაღაც კვალი არ დავტოვო. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. დღეს ქრისტიანული სამყარო მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. სახარების მიხედვით უფალი აღდგომიდან მე-40 დღეს ელეონის მთაზე ამაღლდა. დღესასწაულს განსაკუთრებით ზეიმობენ სოფელ ვეჯინში, სადაც ამაღლების სახელობის მამათა მონასტერი მდებარეობს. დღეს ტაძარში მომლოცველთა ნაკადი მთელი დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა. ეთერ თეთრაძე დაისწრო საზეიმო წირვას და სიუჟეტში გვიამბობს თუ როგორ დღესასწაულებენ ამაღლებას ვეჯინში. აღდგომიდან მე-40 დღეს მართლმადიდებელი სამყარო ამაღლებას ზეიმობს. ამაღლების დღესასწაულს განსაკუთრებულად ვეჯინის მოსახლეობა აღნიშნავს, რადგან სწორედ ამ სოფელში მდებარეობს ამაღლების სამონასტრო კომპლექსი. ამ დღესასწაულის აღსანიშნავად სპეციალურად თბილისიდან და ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდის მრევლი. უპირველეს ყოვლისა, ამ სოფლის დღესასწაულია ტრადიციულად, რაც მე დავიბადე, აქ დავდივარ. ყველა დღეს ჩამოდივარ თუ საქართველოში ვარ და ძირითადად ჩამოდივარ ხოლმე რომ ჩემ ოჯახთან ერთად მოინახულე ხოლმე ჩემს მეგობრებთან, რათა ეს დღე აღნიშნოთ. ამას მინდა მიულოცო მთელ საქართველოს, მთელ საქრისტიანოს წინვალ დღესასწაული, რამე თუ ეს ძალიან დიდი დღესასწაული არის. ვეჯინელი ბრძანდები ამჟამად თბილისში ვცხოვრობ, სპეციალურად ჩამოვდივარ აქ და ღებულობ მონაწილეობას ამ დღესასწაულში. დღევანდელი დღესასწაულის ძალიან მნიშვნელოვანია, ჯერ ეს ერთი რომ ჩვენი წინაპრები ყოველთვის აქ მოდიოდნენ და ლოცულობდნენ. ამისი მადლი ფარავდეს სულ ყველას ოჯახს და საქართველოს. ვეჯინელები იხსენებენ, რომ სხვა წლებში ამაღლების დღესასწაული უფრო მასშტაბურად აღინიშნებოდა, თუმცა მას შემდეგ რაც ვეჯინის ლავრაში სამონასტრო ცხოვრება განახლდა და ძველი ადათ-წესები დავიწყებას მიეცა, თუმცა ზოგიერთი ტრადიცია ჯერ კიდევ შემორჩენილია. ეს ტრადიცია წინაპრებიდან არის გადმოცემული. ყოველ წელიწად ვიჭერთ ამაღლებას, კლამს, საკლავებს. მოვდივართ სანთლებს ვანთებთ და ასე მხიარულობთ. მახსოვს ჩემს ბავშვობაში ყოველ წელიწად სამოდიოდით, ქეიფოდით, ძალიან ბევრი ხალხი სავსე იყო ხოლმე აქავრობა. მაგრამ ეხლაც ყოველ წელიწად სამოდივართ. მართალია დიდი აღმართია, მაგრამ იმხელა ძალა აქვს რომ ამოვყევართ რა. ადრე ყველა ქეიფობ რა შეგინდა, ეხლა არავის აქეიფებენ. არ შეიძლება აბენზურებენ. მეც ახლა შემოვატოვე წაიყვანო სახში დაკლა. ეს ისეთი დღეა, უფლის ამაღლება. ყველაზე ბედნიერი დღე ჩვენ ცხოვრებაში და ვეჯინელებისთვის განსაკუთრებულად. იმიტომ რომ ეს ამაღლება აგერ ჩვენ სოფელშია. ჩვენი სოფელში იღნიშნება ყველაზე მეტად და განსაკუთრებულად და რა თქმა უნდა მთელ საქართველოში ამაღლება ყველა ფარავდეს მისი ძალა და მადლი. ასე სიხარულით ვეგებებით ამაღლებას. სადღესასწაულო წირვალოცვა გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარშიც აღევლინა. მამა ილიამ მრევლი დალოცა და ამაღლების დღესასწაულის მნიშვნელობაზე იქადაგა. ღმერთმა დაგლოცოთ, გილოცავთ. წინვალე ამაღლების დღესასწაულს ღმერთმა ჩვენი საქმეები, ჩვენი ლოცვა, ჩვენი ურთიერთ არ სიყვარული ისე წარმოაჩინოს, თუ ამაღლებულები ყოფილიყავით, ჩემი კარგებო.
ჩვენ და სრულიად საქართველოს. წმინდა სახარების მიხედვით ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოულენ და სული წმინდას და უბრძანა იერუსალიმიდან არ წასულიყვნენ. ქრისტემ შემდეგ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა. ამაღლება დღესასწაულია, უდიდესი დღესაც, როდესაც ადამიანი განიცდის რა არის აღდგომა. აღდგომის მადლს შეიმეცნებს და დათბება მისი სიყვარულით და სიტყვით, ის ადამიანი აუცილებლად შემდგომ ამაღლების იმ სიხარულსაც განიცდის. ამაღლება მოქმედ დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი ამას მთელი მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს. რამდენიმე წუთში მოგიყვებით თუ როგორი სამონასტრო კომპლექსი გაკეთდა სოფელ შაშიანში. დღეს საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ ტაძრის წინამძღვართან მამა თეიმურას ბიძკინაშვილთან, ამიტომ არ გადართოთ და დაგველოდეთ. ახლა კი დღის სხვა ამბები. გაუმართავი ტაქსები, გამოუცდელი მძღოლები და საათობით გაჩერებაზე ლოდინი. ამ პირობებში უწევს გურჯაანის რაიონის მოსახლეობას გადაადგილება. მუნიციპალური ტრანსპორტი რაიონში ფაქტობრივად არ არის. გურჯაანის მსგავსად ტრანსპორტის მოძრაობის გაუმართავობაზე ჩივიან კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. შეწყვეტილი მგზავრები ხელისუფლებას სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესებას თხოვენ. ეკათეთრაძე განაგრძობს თემას. თუ გურჯაანში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა გადაწყვიტეთ, არჩევანი მსუბუქ ავტომობილებსა და სამარშრუტო ტაქსებს შორის უნდა გააკეთოთ. გაგიმართლებთ თუ ბოლო მგზავრი ხართ, თუ არა და სხვა მგზავრს და მანქანის შევსებას მძღოლთან ერთად უნდა დაელოდოთ. ერთი გაწევა გავდივართ, აბა ვალსობანი. სხვა საკითხია იმ მანქანის ტექნიკური გამართულობა, რომლითაც უნდა იმგზავროთ. გურჯაანელ ხალხს უხდება აი მამაპაპური პირველი პაპედები რო გამოვიდა მასკუჩები, ისევ იმ დროინდელი რუსული მანქანებით. ზოკრილო გაიძრება, ზოკარები და ტაქსაობენ და ფულიგურით ნაღარით. 70% სუასაკენები დადიან. ახალგაზრდები იმდენი არ არიან და იმიტომ არის ამდენი ავარიები. ტაქსები უნდა იყვნენ მზადყოფნაში, უნდა კარგები იყვნენ კაც. ზიხაში გარანტირებული არ ახარ, და განსაკუთრებით ძველი მანქანები მოუწესრიგებელია და ასე დაცული არ ახარ. რა ვიცი რამდენად გამართულია. შეიძლება წახვიდე გაიძრეს თვალი არავინ არ იცი. ეს კი გურჯაანის ავტოსადგურია, რომელმაც თავისი ფუნქცია თითქმის დაკარგა. მოსაცდელებში კომერციული ფართებია განთავსებული, თუმცა შეპესი ავტოსადგურის ოფისი მუშაობს და აქ მგზავრებს ბილეთის შეძენად შეუძლიათ. ამის მიუხედავად გურჯაანში დიდი ხანია ესეც და დანიშნულ დროზე ტრანსპორტის გასვლაც წარსულს ჩაბარდა. აბა სად არის ტრანსპორტი? არცედაც არ არის. უნდა იყოს ნამდვილად მარშრუტკები. პირველ რიგში არ უნდა იყოს ფეხსეროდ განან და აი ერთო დადგები წესიერად ერთმანეთს რო ახდებიან თავზე. შესაძლებელია გურჯაანში რომ შეიძინოთ ბილეთი, იცოდეთ რომელ საათზე გადის ტრანსპორტი. და უკეთესი იქნება. არის ასეთი მომსახურება? არ არის, აბა არ ვიცი. გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტი წლებია არ მუშაობს და მგზავრები კერძო პირებს გადაყავთ. სამარშრუტო ტაქსებს სხვა მსუბუქი ავტომანქანებისგან განსხვავებით ხაზები აქვთ გამოყოფილი, თუმცა მის დაცვას მგზავრთა სიმცირის გამო ვერ ახერხებენ. არის თუ არა მგზავრთა ნაკადი შესწავლილი და რა პრინციპით არის განაწილებული სამარშრუტო ხაზები, ამის გარკვევა ავტოსადგურში ვერ შევძელით, რადგან ხელმძღვანელი ადგილზე არ დაგვხვდა. თანამშრომლებმა კი ჩვენთან საუბარი არ ისურვეს. მე ვერ გიპასუხებთ და აბა როგორ გითხრათ? ხაზები დანიშნული არის 20 წელიწადი მეტი. და რის მიხედვით მგზავრთა ნაკადი არის შესწავლილი? ეგ უფროსმა უნდა გაგცეთ პასუხი, მაგაზე მე როგორ გაგცეთ პასუხი? ყველა საგვაქვს ჩვენი განსაკუთრებული დრო. თქვათ 9 საათიანი, მაგრამ სადგური ისეთ მდგომარეობაშია, რომ აქ ისეთ ადგილზე ვარ, აქ არავინ არ მოდის. მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას უკვე წლებია ამაოდელია თელავშიც. სატრანსპორტო მომსახურებით მოსახლეობა კმაყოფილი არც აქ არის. ორი ძროხა გაყიდა ვიღაცამ, იყიდა მანქანა გენაცვალე, დაადგა ის კუბიკი და ტაქსოს ზოგს პრავაც არა ისე მუშაობა. მგზავრის გადაყვანას უნდა ემსახურებოდეს პროფესიონალი. თუ აი კატეგორია ჰქონდეს ტაქსის მართვის. მარტო ის არ არის, რომ პატრა მანქანას დაარბეინებდეს. მოსახლეობა ევროსტანდარტებზე ამახვილებს ყურადღებას და სურვილი აქვს საქართველოში ხელისუფლებამ სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესებაზე იზრუნოს. მე გერმანიაზე ვიტყვი, გაჩერებაზე დგეხარ, არაფერი არ აჩანს. იქ წერია, რომ დაუშვათ 10-20 წუთზე უნდა გამოჩნდეს რაღაც მანქანა. აი წამებში ახლოვდება რა. რამდენად დავეწევით არ ვიცი, მაგრამ
ამ კუთხით ძალიან დიდი მუშაობა დაგჭირდება. ევროპა ნუ გემევეკიდეთ გაცო. აი ჩვენ თავს მივხედოთ აი მოგხედოთ ჩვენ ამ გლეხობას. უნდა პარკინგივით რაღაცა გააკეთოთ რაიონმა და იდგნენ იქ. აბა ესე ხوار შეიძლება ევროპულ დონეზე თუ იქნება ჩვენთან სატრანსპორტო მომსახურება, რა თქმა უნდა, კარგი იქნება. რადგან გვინდა ევროპელები ვიყოთ, აქაც უნდა იყოს მაშინ. კარგია შვილო, მაგრამ სად არის აბა რა ვიცი. конечно სავალგარის მანქანები კარგია, მაგრამ ჩვენამდე ვერ აღწევს ეგ. გინდათ რომ იყოს აქაც ასეთი. რატომაც არა, მაგრამ სად არის? ევროპაში ძალიან საუკეთესო ტრანსპორტია. და შესაბამისად შეესაბამება იმ ტერიტორიებს, რომელ ტერიტორიებზე ის ავტომაშინები დადიან. ისურვებთ რომ საქართველოშიც. რა თქმა უნდა. პრობლემები, რაზეც მოსახლეობა საუბრობს, მხოლოდ გურჯაანსა და თელავში არ არის. მათი განმარტებით ანალოგიური მდგომარეობაა კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. მეგმავს თუ არა ამ პრობლემის მოგვარებას გურჯაანში ადგილობრივი ხელისუფლება ამ თემაზე ჩვენს კითხვებს უპასუხებს ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ შავკაციშვილი. მადლობა რომ დაგთანხმდით ინტერვიუზე. გურჯაანის რაიონში მუნიციპალური ტრანსპორტი ფაქტობრივად არ დადის. მოსახლეობა გამოთქვამს პრეტენზიას, რომ ამ პრობლემის გამო იძულებული ხდება გაუმართავი ტაქსებით იმგზავროს. ამას სწორებაში მათ გაჩერებაზე ლოდინიც უწევთ. თქვენი შეფასებით არის ეს სერიოზული პრობლემა, რომლის მოგვარება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს? რა თქმა უნდა, პრობლემა არის. იგეგმება ქალაქის პასპორტიზაცია და იგეგმება პროექტები გაკეთდება ყველა ქუჩისთვის. და შესაბამისად უკვე დაიხაზება, შუქდადგება ნიშნები, მოეწყობა ტაქსების გასჩერებელი ადგილები, ასევე იგეგმება რამოდენიმე სოფელში მოსაცდელები, ახალი მოსაცდელები და ეს ყველაფერი გამოიღებს შედეგს. ეს ყველაფერი გასაგებია და გეგმავთ მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას რაიონში? უახლოეს პერიოდში არა. წელს ყოველ შემთხვევაში არა. წელს რატომ არ დადგა ეს დღის წესრიგში? არ თვლით ამ საკითხს პრობლემად? ალბათ შესაძლებლობებიდან გამომდინარე. თუ გამოგითვლიათ, რა ჯდება რომ რაიონში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა იმოძრაოს, თუნდაც რამდენიმე სამარშრუტო ტაქსმა ან ავტობუსმა? გამოთვლილი არ გვაქვს, მაგიტომაც ახლა უნდა გამოცხადდეს ტენდერი, სახარსახელმწიფო ტენდერი და ეს ყველაფერი დაითვლება პროექტის გაკეთების პროცესში. ბატონო და საჭოდ არ ჩათვალეთ, რომ გამოგიენგარიშებინათ, იქნებ ეს სულაც არ ჯდება ძვირი და მარტივად შეიძლება ამდენი ადამიანის პრობლემის მოგვარება. მაგაზე მუნიციპალიტეტის გამგეობა მუშაობს, რომ რაღაც სახსრები მოინახოს, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას. ნამდვილად მაგაზე ხშირად არის ხოლმე მაგის განხილვა ნამდვილად ხდება. ამ განხილვის დროს თუ გაიგო რამე? ჯერჯერობით. კარგით, ახლა პარკინგთან დაკავშირებით კითხავთ, როგორც ვიცით, გურჯაანში ამ პრობლემის მოგვარებაც იგეგმებოდა, ახლა რა ხდება, რა ეტაპზე ხართ? კი, რა თქმა უნდა, ტენდერი ერთხელ გამოცხადდა, მაგის პროექტი უნდა გაკეთებულიყო. ხო და სამწუხაროდ მონაწილეობა არ მიიღეს. ჩავარდა ამ ეტაპზე რა და ახლა მეორედ ამ უახლოეს დღეებში ხელახლა გამოცხადდება ტენდერი და მომზადდება პროექტი. რას უკავშირებთ, რომ არ მიიღეს მონაწილეობა? მცირე თანხა გამოყავით კომპანიებს, პირობები არ მოეწონათ თუ რა იყო მიზეზი? ისეთი პერიოდი შეემთხვა, რომ აი ამ პერიოდში ფაქტიურად საპროექტო ორგანიზაციები იყვნენ ძალიან დაკავებული. ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეგ იქნება. ეს რა კავშირშია? ახლა ბევრი პროექტები კეთდება, ხორციელდება ახლა ამ ეტაპზე. ძალიან ბევრი პროექტი კეთდება და ფაქტიურად საპროექტო ნაკლებად არის. თუ ნაკლებად აქვს საპროექტო ორგანიზაციებს. თუ პირველ შემთხვევაში ჩაიშალა ტენდერი, ახლა რა გარანტია გაქვთ, რომ იგივე არ განმეორდება და ამ პრობლემის მოგვარება კიდევ არ გადაიდება? ხელმეორედ დავდებთ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ მიიღებენ მონაწილეობას და ამ ეტაპზე აღარ ჩავარდება. დიდი მადლობა ჩვენს კითხვებს უპასუხა გურჯაანის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ შავკაციაშვილმა. ეროვნული ვალუტის უმნიშვნელოდ გამყარების მიუხედავად მოსახლეობის უმრავლესობას ბანკის ვალი აქვს და გადახდა უჭერს. მათი გამოთვლით დოლარის კურსის ზრდამ სესხის პროცენტები გაუზარდა, ჩიღავათი კი არც ბანკისგან და არც სახელმწიფოსგან არ მიუღიათ. არდა მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო მოქალაქეები თვიდან თვემდე თავის გასატანად ფულს კვლავ ბანკებისგან სესხულობენ. ვინ დაზარალდა და ვინ ისარგებლა ქვეყანაში შექმნილი კრიზისით, ვერეიაშვილი გვიამბობს სიუჟეტში.
გაჭირვების გამო ყოველი მეორე ადამიანი ბანკიდან სესხს იღებს. ლარის გაუფასურების შემდეგ კი თითქმის ყველა სფერო დაზარალდა ბანკების გარდა. მათ პირიქით კრიზისის პერიოდში მოგება ნახეს, რადგან ადამიანების უმეტესობა თავის არჩენად თანხას ბანკიდან სესხულობს. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩვენს მიერ გამოკითხული 20 რესპონდენტიდან 17-ს ბანკში ვალი აღმოაჩნდა, რომლის დაფარვასაც ვერ ახერხებენ. ბევრი ვარ. ახერხებ დაფარვას? არა, ვერა. იმიტომ დოლარი გაიზარდა. გვაქვს. რამდენი გაქვს? 500 ლარი. ახერხებ დაფარვას? ძალიან მიჭირს. ძალიან არ ვიცი რა ვიცი. კატასტროფაა. ჩობიშვილო რო გვარ მაგ ბანკის ვალი. რამდენი გაქვს? 6000 დოლარი. ახერხებ დაფარვას? ვერ ვახერხებ, ვაიშავი დღით. ხან ვის გამოვართმევ და ესე წამებით ვფარავ. აქ ბანკის ვალი სამგარმა. რა უნდა ვქნა? ისევ კალათას უნდა მოაკლო. მეუღლემ პენსიონი კამარი მაიჭიროს. ცხოვრებაში არ მქონია არც ბანკის ვალი, არც ბანკში შემინახია ფული. რატომ? იმიტომ რომ რაცა მაქვს სახში მაქვს. რა უნდა ფულს ბანკში? ფული იმიტომ არის რომ უნდა სახში კონდეს და დახარჯო. რესპონდენტები ამბობენ, რომ დოლარის კურსის ზრდამ მათ სესხის პროცენტები გაუზარდათ. შეღავათი კი არც ბანკისგან და არც სახელმწიფოსგან მიუღიათ. კი მაქვს სესხი, მაგრამ არაფერი. იგივე პროცენტებში იხდით? ერთო არის ბანკი და ახლა თვითონ წყვეტს ალბათ, ამაში სახელმწიფო აქტიურად ვერ ჩაერთვება. არავითარი. იმიტომ რომ ბანკები გაჩაღებერიან და რანაირად. სახელმწიფო ვერ დაგეხმარება, იმიტომ რომ სახელმწიფო უსუსური უღუნარო და თაღლით. მოტყუებით მოდა ხელისუფლებაში რა უნდა გახმარო? არასდროს არავის არ დაუწერია არაფერზე შეღავათები უნდა დაუშვან. აუცილებლად რაღაცა გამონაკლისები უნდა გააკეთონ, რომ ხალხ შედარებით გაუადვილდეს გადახდა. ძალიან რთული მდგომარეობა, ერთში ვიხდით ზედმეტს. ლარის კურსმა გამყარება მეორე დღეა დაიწყო, თუმცა ეს ჯერჯერობით უმნიშვნელოა და ბანკის მომხმარებლებს კვლავ მომატებული პროცენტით უწევთ სესხის გადახდა. დღეს საჯარო სკოლებში მე-12 კლასელთა საატესტატო გამოცდები დაიწყო. მოსწავლეები ტესტებს 4 საგანში ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, უცხო ენასა და მათემატიკაში ჩააბარებენ. გამოცდების შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრი ატარებს. გურჯაანის საჯარო სკოლებში ტესტირების პროცესს დამკვირვებლებისა და მონიტორის ჯგუფი აკონტროლებს. გამოცდები 24 მაისს დასრულდება. 25 მაისს კი გასულ წელს ჩაჭრილ მოსწავლეებს ქიმიაში გამოცდის ჩაბარება განმეორებით შეეძლებათ. გამოცდა ტარდება 4 საგანში, ეს არის ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, მათემატიკა და უცხოური ენები. გარდა აი ამ საგნებისა, პარალელურად მიმდინარეობს გამოცდა იმ საგნებში, რომლებიც გასულ წელს მე-11 კლასის დამამთავრებელი გამოცდები რომ იყო, ზუსტად საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, რომელმა ბავშვებმაც ვერ დაძლიეს გადაელახათ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მათთვის წელს ვარდება ასევე გამოცდები. 31 ბავშვი გადის გამოსაშობ გამოცდებზე. დღეს არის ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ყველა ბავშვი თავის დროზე გამოცხადდა, მიმდინარეობს შვიდ გარემოში, ყავს დამკვირვებლები, შემოვიდა მონიტორინგის ჯგუფიც უკვე. გამოვაქვთ კარგი შეფასებები, დადებითი შეფასებები აქვთ. ყველას უსურვებ წარმატებას. დღეს გამოცდები ჰქონდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. სირთულე საშუალო დონის იყო. რა ვიცი, იმედია ამ 4 გამოცდასაც, როგორც დღეს ჩავაბარე, ესე ჩავაბარებ იმასაც. ტესტი ეხებოდა ყველაფერს თითქმის, ასევე გრამატიკა და მე ავიღე 9.93 და ჩვენ სკოლაში ყველა ბავშვმა ჩააბარა აქამდე. ბაკურციხეში მომხდარი ქურდობა გახსნილია. გურჯაანის რაიონული პოლიციის სამმართველოს თანამშრომლობა საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 23 წლის ახალგაზრდა ქურდობის ბრალდებით ცხელკვალზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ღამით ბაკურციხეში ლიბერტი ბანკის სერვის ცენტრში ფარულად შეაღწია, კომპიუტერული ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში ერთი პირი დავაკავეთ, რომელმაც ლიბერტი ბანკის სერვის ცენტრში ფარულად შეაღწია და კომპიუტერული ტექნიკა მოიპარა. 3 ცალი პერსონალური კომპიუტერი ნივთკიცებად ამოვიღეთ. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო შეძენა შინახვის ბრალდებით წნორში მამაკაცი დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისა 392 საბრძოლო ვაზნა, AK-74 ტიპის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 3 მჭიდით, RGD-S ტიპის ტანკსაწინააღმდეგო 1 ხელყუმბარა და მსხვერპლი ხელყუმბარის 1 ფალი ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო შეძენა შინახვის ფაქტზე მიმდინარეობს. წნორში აღმაშენებლის ქუჩაზე დავაკავეთ ერთი პირი, რომლის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოვიღეთ კალაშნიკოვის სისტემის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 3 მჭიდითა და 392 საბრძოლო ვაზნით, ასევე სხვადასხვა დასახელების საბრძოლო მასალა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. ახლა კი გთავაზობ დაპირებულ ინტერვიუს შაშიანის ღვთისმშობლის მიზნების ტაძრის წინამძღვართან მამა თეიმურასთან. მამა თეიმურას, დიდი მადლობა, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ და დრო გამონახეთ. ჩვენ დავათვალიერეთ კომპლექსი, საკმაოდ გაკურვებულები ვართ. მე პირადად არ მქონდა ინფორმაცია, რომ შაშიანში ასეთი სკოლები ფუნქციონირებდა. მაყურებელს მოწოდეთ ინფორმაცია, ძირითადად რა სკოლები არის ამ კომპლექსში. აქ მოქმედებს სამრევლო სკოლა, პედაგოგი თინათინ ჯალიაშვილი, რომელიც ძველი მრევლი მზადდება ეკლესიისა და ასევე არის პედაგოგი. ასევე ფუნქციონირებს მგალობელთა გუნდები, ყავს ვაჟთა გუნდი, ქალთა გუნდი, გოგონათა გუნდი და ახლა ვამზადებთ ბიჭუნათა გუნდს. და საკვირაო სკოლა კვირაობით ფუნქციონირებს, ხოლო მგალობლებს სხვადასხვა დღეები აქვს დანიშნული მეცადინეობისთვის. მამა თეიმურას, როდის ჩაუდექით ამ ეკლესიას სათავეში, როდის გაგიჩნდათ იდეა, რომ ეს ყველაფერი გაგეკეთებინა და ვინ არის ადამიანი, რომელმაც დააფინანსა ამ კომპლექსის მშენებლობა საინტერესოა? 2003 წელს მეუფე ექვთიმემ გურჯაანის საძვალის მთავარეპისკოპოსმა მაგურთხა ღვთლად და მას შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველა ღვთლის სურვილია, რომ ეკლესია კეთილმოაწყოს, ტერიტორია გაალამაზოს და ის აუცილებელი ნაგებობები, რაც შეიძლება ფუნქციონირებისათვის მოაწყოს. და ასე ღვთის ნებაც უნდა ეხმარებოდეს ამ ყველაფერში და მოხდა ისე, რომ დამიკავშირდა ჩემი ძველი მეგობარი, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს ამჟამად, გოჩა ქართლიშვილი, და რომელმაც მითხრა, რომ სურვილი ჰქონდა, რომ რაღაც გაეკეთებინა სოფელში. ანუ ისე არ მინდა მოუკვდეო, რაღაც კვალი არ დავტოვო. და მითხრა, რომ მოდი მოვიფიქროთ, რის გაკეთება შეგვიძლია და როგორ შეგვიძლია. და ამის შემდეგ დავგეგმეთ, რომ აგვეშენებინა სამრეკლო პირველი ნაგებობა საპატრიარქოს შესაბამის კომისიასთან შეთანხმებით დავამტკიცეთ პროექტი მეუფე ექვთიმეს ლოცვა-კურთხევით და დავიწყეთ მშენებლობა. და მიღებული შედეგით კმაყოფილი დავრჩით ჩვენც და დამფინანსებელიც და გადავწყვეტეთ, რომ კიდევ უფრო სხვა ნაგებობებით შეგვემატებინა. და მისი სურვილი იყო, რომ აუცილებლად ყველაფერი ქართული ყოფილიყო და ლამაზი და ამაში ის არ დაინანებდა არაფერს და ყველაფერს გააკეთებდა. და ასე გაჩნდა სურვილი აგვეშენებინა სატრაპეზო, ვინაიდან ჩვენთან უამრავი მუშაობდა და ხშირად ჰქონდა ამის საჭიროება, სატრაპეზო ქონოდა ჩვენთვის საკუთარი. და ამ სატრაპეზოს სხვა დანიშნულებაც მივეცეთ და გაიხსნა სამრევლო სკოლა, გვაქვს სამზარეულო, გვაქვს მოძღვრის ოთახი. ამის შემდეგ სურვილი გაგვიჩნდა, რომ ამ ყველაფერს, რადგან პატრონი სჭირდებოდა, შეგვექმნა ნაგებობა, რომელიც შეიძლება მომავალში მონასტერი გახდეს, მაგრამ ჯერჯერობით ეს მონასტერი არ ქვია. ამას მეუფის კურთხევით თუ გაკეთდება საძმო ერქმევა, სადაც შევქმნით დამხმარე მეურნეობას, აქ იქნებოდნენ მუდმივ მაცხოვრებელი მრევლის წევრები, რომელიც შექმნებდნენ მეურნეობას და შემდეგ ეს გახდებოდა ბაზა უკვე მონასტრისათვის. და ავაშენეთ ასე კომპლექსი, რომელიც არის 6 საცხოვრებელი ოთახი. კომპლექსს თავად გააჩნია დამოუკიდებელი ტაძარი, რომელიც წმინდა გიორგის სახელზე ეკურთხება, როდესაც მისი დამთავრდება, მისი მოხატვა და გამშვენება. როგორც ისი თავად დამფინანსებელს არ ქონდა ხო ნანახეს კომპლექსი? ნახოთ 4 წლის მერე ნახა, მოხდა სურათებით ქონდა ნანახი და ის რა თქმა უნდა ვერ აღიქვავდა იმ სივრცეს და იმ სილამაზეს, რომელიც ამ კომპლექსს გააჩნდა და ბოლოს ძალიან კმაყოფილი დარჩა, როცა ნახა, თქვა რომ არც კი ველოდებოდი თუ ესეთი სილამაზე დამხვდებოდაო და ეს მაქსიმუმია იმისი, რაც ის სურვილიც მე მქონდაო. ძალიან კმაყოფილი დარჩა. გასაგებია რომ
თქვათ ამ ადამიანმა გამოიჩინა კეთილება და დააფინანსა ამ კომპლექსის მშენებლობა, მაგრამ მეორე მხრივ საკმაოდ რთულია, რომ ჩაუდგეს სათავეში იყო საქმით ამ წარმოებელი, მე როგორც ვიცი, ყველა დეტალი თქვენ მიერ იყო არჩეული. იყო ეს მარტივი? საქმე იმაშია, რომ ადგილზე ჩვენ ისეთი მშენებელი არავინ არ გვეგულებოდა, ვინც ამას ყველაფერს ხორცში ასხავდა. არქიტექტორი ყავს ჩვენ კონსტანტინე პაპალაშვილი, რომელიც ახლა დიაკვანია უკვე ალავერდის ეპარქიაში და რომელიც არის საეკლესიო არქიტექტორი. და რომელიც ჩემი მეგობარია ასევე და უნაურში უანგაროდ აკეთებდა ამ ყველაფერს ამ წლების განმავლობაში და ეს მისი იდეა იყო, უბრალოდ ჩვენ იდეას ვაწვდით და ის შემდეგ ხორცს ასხავდა და ქაღალდზე გადახონდა ეს ყველაფერი. ასევე მოწვეული ყავდა მშენებელი ზურა შაშიაშვილი, რომელიც მართლაც საოცარი ოსტატობით გამოირჩეოდა და თავისი მიდგომა ჰქონდა ყველაფერთან და ასე თათბირობდით არქიტექტორიც, მშენებელიც, ჩვენც, სპონსორიც ერთად ვათანხმებდით დეტალებს და ასე ერთობლივი შრომით მივიღეთ ის შედეგი, რასაც თქვენ ახლა ხედავთ. და ეს ყველაფერი ჭერმის ქვით არის დაშენები, ასევე გამოყენებულია ძველი ქართული აგური და ფიქრობთ, რომ სტილი შეესაბამება იმ ძველ წყობას და მართლაც მნახველი კმაყოფილია, როცა ამ ყველაფერს უყურებს. რა გეგმები გაქვთ მომავალში? კიდევ რა გინდათ რომ გააკეთოთ ამ კომპლექსში, რა შემატოთ? თუ აპირებთ რომ მომავალში ამ კომპლექსს კონდეს ტურისტული დატვირთვაც? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას დროთა განმავლობაში ექნება ტურისტული დატვირთვაც, თავად ჩვენ სურვილი ასეთი გვაქვს, რომ აქ ავაშენოთ კიდევ მარანი ღვინისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დამხმარე მეურნეობა შევქმნათ, სადაც საკუთარი ღვინო გვექნება, საკუთარი მარანში დაწურული, სადაც შეიძლება რომ სტუმრებს დავაჭაშნიკებინოთ. ასევე გსურს რომ ავაშენოთ პურის საცხობი, ვინაიდან უკვე გვაქვს მოშენებული ყავს ფუტკარი, როციოდ გავამრავლოთ, ასევე პურის საცხობი და ეს უკვე იქნება ბაზა, რომ აქ შეიქმნას უკვე მომავალში მონასტერი, რომელსაც უკვე ექნება ის საარსებო საშუალებები და უკვე მარანი კიდევ შევიძენთ მიწას, ტრაქტორს, ეს გეგმაში გვაქვს, აი კრიზისი რომ არ ყოფილიყო, ამ ყველაფერს ავაშენებთ. ჯერ არ არის დასრულებული შემოღობა, აი საბოლოო ხედი ჯერ არც გეგმაც არ აქვს სრულად, თუ რის გაკეთება გსურს, ფიქრობთ, რომ არ ვაჩქარებთ ხოლმე რაღაც გაკეთება რო გვინდა, მე თვითონ დრო მოიტანს ხოლმე და ჯერ კრიზისმა შეგვიშალა ხელი, გაჩერებული ვართ, მაგრამ ფიქრობთ, რომ ის იდეაც გაჩნდება, თუ როგორი საბოლოო სახე როგორ მიეცეს. და თვითონ თავად სპონსორის სურვილიც არის, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდეს და ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, რომ გავაგრძელოთ. ასევე გვინდა სანათლავის აშენება, ანუ სამი ობიექტი მაინც გვინდა კიდევ. ავაშენოთ პურის საცხობი, სანათლავი და მარანი და შემდეგ უკვე თვითონ დრო გვიჩენებს. ვაპირებთ ასევე მოვაწყოთ წინა ტერიტორია აქ მანქანების გასაჩერებელი, მოვასწოროთ და საბოლოო სახე ჯერ არ აქვს მიცემული, ასევე გვინდა ბილიკები აქ ჭერმის ქვით გავაკეთოთ, რომ სკოლასთან შემაერთებელი ბილიკი, მცირე ეკლესიასთან მისასვლელი ბილიკი აუცილებლად ლამაზი ჭერმის ქვით იქნეს მოპირკეთებული. გასაკვირია რომ ამ ყველაფერს აკეთებთ საკმაოდ ჩუმად, იმიტომ რომ მე პირადადაც არ მქონდა ინფორმაცია თუ ასეთი კომპლექსი იყო და აი თუ იციან თუ სხვა სოფლებში თუ მოდიან ხოლმე სანახავად. ვინც იცის ისე მოსწონთ აქაურობა რომ სხვა სოფლებიდანაც ხშირია ჯორისწერა, არამედ სოფლებიდან, სხვა რაიონებიდანაც და დედაქალაქიდანაც და გვაქვს შენერი ხედები, სადაც ქორწილის მერე სურათებს გადაიღებენ და იციან რომ ჩვენ ტაძარში მსახურება ტარდება მოწესრიგებულად, მგალობელთა მრავალი გუნდი გალობს და ძალიან კმაყოფილი რჩება ყველა. მამთემურეს ჩატარდა კვლევა, რომ მრევლი თბილისის ეკლესიებში უფრო ხშირად დადის აღსარებაზე, ვიდრე პროვინციებში. როგორ არის აქ შაშიანის ეკლესიაში, ძირითადად რა ასაკის მრევლი დადის ტაძარში? დედაქალაქში მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ტაძარი აშენდა, მაინც ნაკლებობაა ტაძრებისა და მრევლი მოძღვარი ვერ აუდის აღსარებებს და ხშირად წერილობით უწევთ აღსარებების მიღება, ვინაიდან ვერ ახერხებენ, რომ ყველასთან დრო გამონახონ. ქალაქი ძალიან სწრაფად გაიზარდა და ეკლესიების რაოდენობა არ არის საკმარისი. ჩვენი მაღალ ყოლადო სამღვდელოს მეუფე ექვთიმეს ლოცვა კურთხევით ისე კარგად წარიმართა საქმე, რომ ყველა სოფელს ყავს თავისი მოძღვარი, ყველა სოფელში არის მოქმედი ეკლესია და შესაბამისად, როცა რამდენიმე სოფელი გვებარა, უფრო მეტი იყო მრევლი, თუმცა ბოლო დროს შეინიშნება გულგრილობა უკვე
მრევლისა თანამედროვე კომპიუტერიზაციამ და თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესმა მოწყვიტა ადამიანის სულიერ საზრუნოებებს და უფრო ხორციელისაკენ იქნა მიდრეკილი. ხოლო ამას უკავშირებთ თუ თქვათ ხშირად არის ხოლმე ფაქტები, როდესაც მოძღვრების არაკეთილ სინდისერს აქციელს წარმოაჩენენ ტელევიზორით, ესეც ხო არ მოქმედებს თქვენი აზრით? ესეც ხომ არ არის დამაბრკოლებელი? მოძღვარზე რაც უნდა გადაცემა გააკეთონ ის პირიქით ის ეკლესიას ვერ ავნებს და ვერც მოძღვარს ვერ ავნებს. თუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანია. ეს ასე იყო და ასეც იქნება. მაგრამ თვითონ გუგლობა შეიმჩნევა. აი ჩვენ მე მაქვს კვირაში 3 დღე ახსარებისა, სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი. რამდენიმე წლის წინ დილიდან საღამომდე იყო გაუთავებელი რიგი. დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე რიგები იყო. ვერ აუდიოდი მსახურებას. ახლა ესე აღარ არის, ახლა მიწყდა, აი ჩვენ ხედავთ თქვენ როგორ სკოლა გვაქვს გვერდზე. ხო, როცა ბავშვები მიდიოდნენ, გაჩერდებოდნენ, პიჯვარს იწერდნენ და მოწიწებით გაუვლიდნენ ეკლესიას. ეხლა მესიჯების წერით მიდიან ტელეფონში ჩავჩარგული, ვერც ახერხებენ რომ ეკლესიისკენ გამოიხედან. ეს დრო მოიტანა უკვე და ალბათ დადგება დრო რომ კვლავ შემოbrunდება ადამიანი ღვთისაკენ და ამანაც ნამეტანმა პროგრესმაც იცის მე გულისაცრუება და ადამიანი მართლაც როცა მთელი დღე კომპიუტერთან, მთელი დღე ტელევიზორთან არის მიჯაჭვული, ბოლოს გუგლი ხდება სარწმუნოებისადმი, მაგრამ რაღაც მომენტში ეს ყველაფერი მომეზდება და მაინც ღვთისაკენ მიბრუნდება. მოვთემურე, ზედად რა ასაკის ადამიანები დადიან ეკლესიაში, ესენი არიან ახალგაზრდები, უფრო ხუცები, ქალბატონები თუ როცა ფუნქციონირება დაიწყო, ჩვენი ტაძარი განთქმული იყო იმით, რომ მამაკაცები ყავდა პირველ რიგში მრავალი, სხვებზე გაცილებით მეტი. შემდეგ შეიცვალა ძირითადად ახალგაზრდებით. მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ ბოლო დროს შეიმჩნევა მიგრაცია. და ახალგაზრდობა ნელ-ნელა ვინც კი წავიდა, უკან აღარ დაბრუნდა. დღეს ეს სოფელში გასათხოვარი გოგოები თითზე ჩამოსათვლილია. მიუხედავად იმისა, რომ შაშიანში ითვლებოდა 3500 კაცამდე მოსახლე. ამჟამად ძალიან არის შემცირებული. ამ მიგრაციამ თავისი გავლენა მოახდინა. ვინც კი ისწავლა, ყველა თბილისში დარჩა. და შესაბამისად შეიცვალა მრევლის სტრუქტურაც. ეხლა უკვე ხანში შესულები ჭარბობენ განსაკუთრებით ამ სამუშაო დღეებში, როცა დაძაბული მუშაობის სეზონია და პიკია, უფრო ხანში შესულები ჭარბობენ. არადა თავიდან ყავდა სულ ახალგაზრდობა. მოვთემურე, თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს, რომ ახალგაზრდებს გაუჩნდეთ სურვილი და დაბრუნდნენ კვლავ თავიანთ სოფლებში, იმიტომ რომ ხშირად ისინი არგუმენტად ასახელებენ, რომ სწორედ იმიტომ რჩებიან თბილისში, რომ პროვინციებში არ აქვთ პოტენციალი, ვერ განვითარდებიან, რომ არ არის სამუშაო ადგილები. თქვენი აზრით, ხელისუფლებამ რა შეიძლება გაკეთოს იმისათვის, რომ ეს ახალგაზრდები განათლების მიღების შემდეგ კვლავ დაბრუნდნენ თავიანთ სოფლებში? მართლაც არ არის სოფელში სამუშაო ადგილები, სადაც ისინი შეძლებენ თავისი ნიჭისა და ცოდნის გამოვლინებას. და ამას განაპირობებს ის, რომ დღეს გლეხს არ შეუძლიათ მარტო თავის საკუთარი შრომით შეინახოს თავი. ძალიან მძიმე პირობებშია გლეხი, წლიან წლამდე მას ვალი თუ ხდება მამულების დამუშავება, ჩვენ მოძღვრებს ურთიერთობა გვაქვს ყველასთან და ყველას ოჯახური მდგომარეობა ვიცით. წლიდან წლამდე რის ვაიო გალახით მიაქვს თავი ვალით და ბოლოს მოსავალი ან მოუანა რა, ან გაისტუმრებს, ან ვერ გაისტუმრებს. ახალგაზრდებს აშინებთ ეს პერსპექტივა და ისინი არჩევენ ქალაქში დარჩენას. და ესე უცებ ამ პრობლემის გამოსწორება ნამდვილად არ მოხდება. მე ვფიქრობ, რომ ეს მცირე საშუალო ბიზნესის დაფინანსება ამ ხრივ რამდენიმე წლის შემდეგ გამოიღებს შედეგს თუ ჩვენ შევქმნით სოფელ სამუშაო ადგილები თუ დაჭირდა სოფელს განათლებული და კვალიფიციური კადრი, ის ახალგაზრდობა დაბრუნდება, იმიტომ რომ დღეს უკვე აი შარშანდელთან შედარებით თბილისში ძალიან განსხვავდება დღევანდელი ცხოვრება, ადრე არ იყო ამდენი საცობები, დღეს ყველგან საცობია ყველა უბანში და ეს რა თქმა უნდა აუტანელ მდგომარეობას შექმნის ადრე თუ გიან და არ შეიძლება ახლა ასე მარტო დედაქალაქი იზრდებოდეს და ყველგან მცირდებოდეს, ეს ბოლო რაღაც ზღვარს მიაღწევს ალბათ. დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი ხართ, ასე ვთქვათ, გადაცემის და ესე საინტერესოდ გვესაუბრეთ, მართლაც ბევრ თემას შევეხეთ გარდა კომპლექსისა. გამოშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ, რომელსაც თამარ ჭანყოშვილი გაგაცნობთ.
მოგესალმებით და იმ ძირითად მოვლენებს გაგაცნობთ, რაც დღეს რეგიონს გარეთ ვითარდებოდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საქართველოსა და მთელი მსოფლიოსთვის ისურვა სიხარული და სიყვარულის უფევდეს. მსახურების დროს უწმინდესმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და ამაღლების და ტაძრის დღესასწაული მიულოცა. უწმინდესის თქმით, უფალი სულიერ სიხარულს ანიჭებს ადამიანს. პატრიარქმა წმინდა სახარებიდან ის ადგილი გაიხსენა, სადაც უფლის ამაღლებაზეა საუბარი და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხვდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, სამეზობლო პოლიტიკის საკითხები და საქართველო-გერმანიის ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები იქნება. მხარეები ასევე განიხილავენ გერმანიის კანცლერის ვიზიტს საქართველოში. ირაკლი ღარიბაშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრა რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში გაიმართება. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოსა და უკრაინას უფრო მეტი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ გერმანული რადიო მაუწყებლობის ცნობით მერკელმა გუშინ ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მერკელის განცხადებით ასოცირების შეთანხმების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი მცდელობებია საჭირო. გერმანიის კანცლერის თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სასამართლო სისტემის გაძლიერება. ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის თემაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებით გაკეთდა პრეზენტაციები, რომელშიც ქართველ კოლეგებთან ერთად OEA-ს წარმომადგენლებმა, ასევე აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უკრაინისა და მოლდოვის სახელმწიფო სექტორში დასაქმებულმა ვეტერინარებმა იმსჯელეს. რეგიონალური წარმომადგენლები საქართველოს, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ყაზახეთი. სემინარის შედეგად ჩვენ გვეყოლება გადამზადებული ტრენერები, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე მოამზადებენ უკვე ქართულ სპეციალისტებს და ვფიქრობ, რომ ესეთ სემინარის მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მხრიდან და გაგრძელდება ასეთი აქტივობებიც. ასეთი იყო დღეს რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენები, მე გემშვიდობებით ნახვამდის. სკოტლანდი იარდი ბოლო დროს დიდ ბრიტანეთში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის გახშირებულ ფაქტებს იძიებს. ბრალდებული 1400-მდე ადამიანი, მათ შორის დაახლოებით 250 ბრიტანეთში და არა მხოლოდ ცნობილი ადამიანია. საუბარია პოლიტიკოსებსა და ტელეწამყვანებზე, რომელთა სახელებს გამოძიება ჯერჯერობით არ ასახელებს. ისლამურმა სახელმწიფომ სირიის ისტორიული ქალაქი პალმირა მთლიანად დაიკავა. როიტერის ცნობით აღნიშნული ქალაქი სამთავრობო ძალებმა უკვე დატოვეს. პალმირადან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციაც განხორციელდა. არის საშიშროება იმისა, რომ აღნიშნულმა ისტორიულმა ქალაქმაც იგივე ბედი გაიზიაროს. სირიის ანტიკვარიატის სამსახური საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს საჭირო ზომები მიიღოს ქვეყნის ტერიტორიაზე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვისთვის. Deutsche Welle-ს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატებში სახელმწიფო დეპარტამენტმა უარყო უკრაინის განცხადება მის ტერიტორიაზე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შესაძლო განთავსების თაობაზე. ნატოს ან ამერიკის შეერთებულ შტატებს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების უკრაინაში გალანგების არც შეთავაზება არსებობს და არც გეგმა, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მერი ჰარფმა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, მისთვის უცნობია თუ რა წყაროზე დაყრდნობით გააკეთა განცხადება უკრაინულმა მხარემ. ახლა საინტერესო ამბები, რომელიც პალტრა TV-მ გაავრცელა. 92 წლის პილოტი ქალბატონი თვითმფრინავს დაუბრუნდა. ჯოი ლოფჰაუსი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ბომბა დამშენის პილოტი იყო, ძველ პროფესიას დაუბრუნდა. 60 წლის შემდეგ ის კვლავ აიჭრა ჰაერში. მეცნიერების აზრით, წყლის სტრუქტურაზე გავლენას ახდენენ სიტყვები და ფიქრები, ზოგჯერ უარყოფითმა ემოციამ თუ სიტყვამ შესაძლოა კიბოც გამოიწვიოს. თავის დროზე სამეცნიერო პოპულარულმა ფილმმა წყალი მასშტაბური აღიარება მოიპოვა. მასში აჩვენეს, რომ წყლის სტრუქტურა იცვლება ნებისმიერი ბგერის გავლენით. თუ ეს რაიმე დადებითია, მოლეკულების სტრუქტურა ლამას ფიფს გავს, თუ უარყოფითია, ის ქაოტური ხდება. დიდი ალაფის მესამე ტურში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პორტუგალიელ თანატოლთა ნაკრები 19-11 დაამარცხეს და ქართული რაგბის ისტორიაში პირველად გავიდნენ ალაფის ფინალში. აქამდე საქართველოს 20 წლამდე ნაკრების მორაგბე რამდენჯერმე მესამე ადგილზე იყო გასული. იუვენტუსის სეზონური ტრიუმფი გრძელდება ქვეყნის ჩემპიონობასთან ერთად. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა თასიც მოიგო, ახლა ჰეტრიკის შესასრულებლად ემზადება. იუვენტუსი 6 ივნისს ბერლინში ჩემპიონთა ლიგის ფინალში იასპარეზებს. გუნდის თავკაც იმედი აქვს, რომ სხვა შეხვედრების მსგავსად ამ თამაშსაც მოიგებენ.
ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება დასრულდა. მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.